მოგესალმებით, მე ვარ მარიამ მიქაუტაძე, ექიმი რეზიდენტი რადიოლოგიის მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი უპრეცედენტო სამედიცინო პოდკასტი საქართველოს სოციალურ სივრცეში. ჩვენი სტუმარია ქალბატონი მაია გაგუა, მაიკო გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ მოხვედი ჩვენთან და ცოტა მეტი რომ მოგვიყვე შენზე. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის მარიამ. მადლობა რომ ხელმძღვანელობ ამ სოციალურ პლატფორმას, რომელიც ნამდვილად ახალია სამედიცინო სფეროში. მე გახლავართ ნეირორადიოლოგი, მუშაობ ამ სფეროში დაახლოებით 25 წელია. როგორ აირჩია პროფესია, რომელსაც ქვია რადიოლოგია და თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არც თუ ისე ცნობილი იყო ეს პროფესია, არ იყო პოპულარული მაშინ და მომავალშიც შორსჭვრეტა რთული იყო ამ პროფესიის. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვფიქრობდი რადიოლოგიაში ჩემი პროფესიის გაგრძელებას. ეს მოხდა ბიძაჩემის ბატონ რეზო გაგუას რჩევით და დღემდე მადლობელი ვარ მისი, რომ აღმოჩნდი ამ ძალიან საინტერესო სფეროში, სფერო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებულია და განვითარებადია მედიცინის დარგებში, ის პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ პროგრესთან და ძალიან საინტერესოა რადიოლოგიაში მუშაობა. ნამდვილად ხშირად გითქვამს ხოლმე, რომ ძალიან კვაყოფილი ხარ შენი გადაწყვეტილებით, ესე რომ ვთქვათ, რომ გახდი რადიოლოგი. რადიოლოგებზე ხშირად არის ხოლმე ესეთი მითი, რომ ზოგადად რადიოლოგიაცო არის ზუსტი მეცნიერებაო, ამას ეთანხმები თუ არ ეთანხმები? მეტნაკლებად ზუსტი მეცნიერებაა, რა თქმა უნდა, თუმცა ესეც ცოცხალი მედიცინის ნაწილია და აქ შეცდომებისგან არავინ არ ვართ დაზღვეული, თუმცა დღევანდელი ტექნოლოგიურმა პროგრესმა ძალიან დახვეწა რადიოლოგიური სემიოტიკა და ძალიან მიგვაახლოვა რადიოლოგები საბოლოო მორფოლოგიურ დიაგნოზთან. სიზუსტესთან. და სიზუსტესთან შესაბამისად. გეთანხმები მაიკო, თქვენ რომ გიყურეთ ეს ამდენი წელი, დაახლოებით 5 წელია თქვენთან ერთად მუშაობ, ხშირად მიჩნდება ხოლმე მეც მსგავსი ფიქრები, რომ თითქოს შეუცდომლები ხართ და შეცდომას არასდროს არ უშვებთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ვიცით რომ ეს ესე არ არის, ხომ? ყველა ადამიანი გარკვეულწილად უშვებს შეცდომებს. ექიმის როგორც რადიოლოგის ძირითადი მტერი რა არის? მტერი როგორც ესეთი პირველ რიგში ვიტყოდი სიჩქარე, დროის დეფიციტი, იმიტომ რომ რადიოლოგებს ძალიან ბევრი შრომა გვაქვს, ჩვენ არ ვჩანვართ, კულისებში მუშაობთ, მაგრამ ვაკონტროლებთ ყველა პროცესს აბსოლუტურად. დღეში გვაქვს ათობით პაციენტის დასკვნა, დასაწერი. ეს პაციენტები არიან გადასახარისხებელი თავიანთი პრიორიტეტების მიხედვით, განსაკუთრებით თუ მუშაობ გაყოფილებაში და შეიძლება ერთბაშად მოვიდეს 5, 6, 10 პაციენტი, სისწრაფეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ სიჩქარე პირველ რიგში არის რადიოლოგის მტერი, შეიძლება გამოგრჩეს ისეთი დაზიანება, რომელიც შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყოს პაციენტის შემდგომი მკურნალობის დაგეგმარებისთვის. მეორე ვიტყოდი არტეფაქტები. არტეფაქტები, რომელიც ასევე ხანდახან ფარავს პათოლოგიურ პროცესს, ხანდახან პირიქით გაძლევს ისეთ გამოსახულებას, რომ მიმიკრიას გაძლევს პათოლოგიურ პროცესთან. ძირთად ამ ორ ნამდვილად გეთანხმები. შეგვიძლია ავხსნათ უფრო გასაგებენაზე საზოგადოებისთვის, რა არის ეს არტეფაქტები და როგორ შეგვიძლია რომ ავირიდოთ თავიდან? არტეფაქტები ეს არის ცრუ გამოსახულება, რომელიც გამოვლინდება სხვა ჩრდილების სახით, კონტურების სახით და ხელს გვიშლის სწორ დიაგნოსტირებაში. ამის ასარიდებლად, სხვა შორის დღეს ზუსტად ხელოვნური ინტელექტზე გვექნება საუბარი და ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება, მას აქვს მთელი ალგორითმები, რომლის საშუალებითაც ხდება ამ არტეფაქტების მინიმუმამდე დაყვანა და შესაბამისად გვეხმარება რადიოლოგებს ნორმალური ინტერპრეტაციაში მონაცემების. ნამდვილად. ესეთი კითხვა მაქვს, როგორც ვიცით, როგორც ყველა სამედიცინო სფეროში, საზოგადოებას ყავს თავისი ფავორიტები. ექიმებს გულისხმობ და რადიოლოგიაშიც ესეა. ძირითადად გვაქვს ხოლმე, რომ ერთი ექიმი ძალიან დიდ პოპულარობას მოიპოვებს და მას ყავს ძალიან ბევრი პაციენტი. რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ ჩქარდება ტემპი მუშაობის და ესეც არის პრობლემატური, ესე რომ ვთქვათ, და იწვევს რადიოლოგიურ ბერნაუტს, ხო?
რას გულისხმობს ეს დიდი დატვირთვით მუშაობა ექიმისთვის, როგორც რადიოლოგისთვის? რაც ბევრ დასკვნას მოიცავს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბევრი დასკვნა და ზოგადად რადიოლოგის ყველაზე შრომატევადობა მდგომარეობს იმაში, რომ ყავს ბევრი პაციენტი, გაქვს შესაბამისად ბევრი დატვირთვა, შესაბამისად ნაკლებ დრო, გიწევს რომ ნაკლები დრო დაუთმო თითოეულ დასკვნას. მე არა ვარ ამის მომხრე, მე ვფიქრობ, რომ რადიოლოგმა უნდა დაუთმოს პაციენტის დასკვნას იმდენი დრო, რამდენიც საჭიროა. შეიძლება ეს იყოს 5 წუთი და 5 წუთში გამოვლინდეს პათოლოგიური პროცესი. შეიძლება ამას დასჭირდეს მთელი საათი დასკვნის დაწერას. მე როგორც რადიოლოგი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, არ მიყვარს ნორმების დაწერა. იმიტომ რომ ნორმის დროს სულ რაღაც ვარ დაძაბული, რამე არ გამომრჩეს. ბევრად უფრო მირჩევნია პათოლოგიური პროცესის აღწერა, დანახვა და მეც მშვიდდები, რა თქმა უნდა, მისი კორელაცია კლინიკურ მონაცემებთან და ასე შემდეგ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ რადიოლოგები ჩვენ არა ვართ ფოტოგრაფები. მარტო მონაცემების აღწერა ეს არ არის რადიოლოგია. რადიოლოგია არის ცოცხალი დარგი. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება კომუნიკაცია პაციენტთან, კომუნიკაცია კლინიცისტთან, კორელაცია რადიოლოგიური მონაცემების კლინიკურ მონაცემებთან. ამიტომ ექიმმა უნდა დაუთმოს თითოეული დასკვნის დაწერას იმდენი დრო, რამდენსაც ეს მოითხოვს. მეთანხმები თუ არა, რომ რადიოლოგები თითქმის ყველა პროფილის ექიმების ინფორმაციას ერთად უნდა ფლობდნენ, აჯამებდნენ, სუმაციას უკეთებდნენ ამ ინფორმაციას და შემდეგ იღებდნენ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, მარიამ, გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენი სფერო ძალიან მულტიფუნქციონალურია, მოიცავს ძალიან ბევრ დისციპლინას. მე გახლავართ ნეირორადიოლოგი, მე მაქვს კომუნიკაცია ნევროლოგებთან, ნეიროქირურგებთან, ბავშვთა პედიატრებთან, პედიატრიულ ყბასახის ქირურგებთან, ასე რომ ყველა მათ კითხვაზე შენ მზად უნდა კონდეს პასუხი. შესაბამისად ეს მოითხოვს, რომ რაღაც დონეზე იცოდე კვალიფიციურად მისი საქმეც. წინა პოდკასტში ჩვენი თემა იყო ესე რომ ვთქვათ რადიოლოგიური შიშები. როგორც ვიცი, 21 საუკუნეში ორი თემა ტრიალებს და ცირკულირებს საკმაოდ მასშტაბურად. ეს არის მენტალური ჯანმრთელობა, ფობიები და ასევე მეორე არის ხელოვნური ინტელექტი. და ყველას ყურადღება ამ ორი თემის მიმართ არის მიპყრობილი. რატომ გადავწყვიტეთ ერთ-ერთ პირველ პოდკასტში გვესაუბრა რადიოლოგიასა და ხელოვნურ ინტელექტზე? როგორც აღვნიშნე, რადიოლოგია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია მედიცინაში, რომელიც პირდაპირ კავშირშია ტექნოლოგიურ პროგრესთან. ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპიცენტრში დღესდღეობით არის ხელოვნური ინტელექტი. ბევრ ადამიანს ეშინია ხელოვნური ინტელექტის, ძალიან ბევრი იმედს ამყარებს ხელოვნურ ინტელექტზე. ამიტომ მე მოვისურვე და მადლობელი ვარ შენი მარიამ, რომ მოგვაწოდე ეს თემა და ვისაუბროთ თუ რეალურად რას გვაძლევს ხელოვნური ინტელექტი, როგორ გვეხმარება რადიოლოგს, რომ ის არასოდეს არ შეცვლის ადამიანურ რესურსს, პირიქით ძალიან გვეხმარება ყოველდღიურ საქმიანობაში. AI-ის და მედიცინის კოლაბორაცია ადამიანებისთვის ცოტა შორეული პერსპექტივაა, მაგრამ ჩვენ შიდა სამზარეულოში ვიცით, რომ უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა საკმაოდ დიდი ადგილი დაიკავა ჩვენს პროფესიაში, როგორც რადიოლოგიის, ესე ვთქვათ, მიმართულებაში. განსაკუთრებით ვიდრე სხვა სამედიცინო დარგებში, რადგან ჩვენ უშუალო ტექნოლოგიებთან ყოველდღიური შეხება გვაქვს, AI როგორ შემოვიდა რადიოლოგის როლში? AI დღეს აბსოლუტურად რეალური მუშაობის პროცესია საქართველოს რადიოლოგიაში. მინდა თავიდანვე განსაზღვრო, რომ რამდენიმე პლატფორმა არსებობს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მიმართულებით, შეიძლება იყოს ნეირორადიოლოგიაში, ონკოლოგიაში, მამოლოგიაში, მამოგრაფიაში და ასე შემდეგ. უფრო გავშლიდი ამ საკითხს. ის გვეხმარება ძალიან მცირე ზომის პათოლოგიური პროცესის დროულად გამოვლენაში, რომელიც რადიოლოგს უბრალოდ სიჩქარეში, უბრალოდ გადატვირთულობის გამო შეიძლება გამორჩეს. ასევე ძალიან ადვილად შეუძლია გამოიცნოს პათოლოგიური პროცესი, სისხლჩაქცევები. ჩვენ რადიოლოგებს გვაქვს ძალიან ბევრი მათემატიკური სამუშაო ზომასთან დაკავშირებით, სისხლჩაქცევის ან სიმსივნური პროცესის გაზომვითი სამუშაოები, მოცულობის დადგენის სამუშაოები.
რაშიც ძალიან ბევრი დრო იკარგება. ამ ყველაფერში AI ძალიან გვეხმარება. მას შეუძლია დაზოგოს რადიოლოგის დრო, მას შეუძლია დიფერენცირება გააკეთოს პრიორიტეტების მიხედვით გააცალკაოს პაციენტები. ონკოლოგიაში ძალიან გვეხმარება მეტასტაზების დათვლაში, მეტასტაზების ზომების განსაზღვრაში მკურნალობის შემდეგ. ასევე გვეხმარება გაფანტული სკლეროზის დროს ახალი კერების გამოვლენაში, ან მის ზომების შეცვლაში, დინამიკის პაციენტებში, დინამიკის შეფასებაში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ძალიან ზოგავს რადიოლოგის დროს. და შესაბამისად რადიოლოგს აქვს მეტი დრო დაუთმოს კლინიკურ საკითხებს, როგორიც არის კლინიცისტთან კომუნიკაცია, რთული შემთხვევების გარჩევა, პაციენტთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ. კი, მე მაგალითად, როდესაც ვიწყებდი ზოგადად სამედიცინო სფეროში მოღვაწეობას, ხშირად იდგა ხოლმე საკითხი, რა პროფესიას ავირჩევდი სამომავლოდ და მაშინ უფრო მეტად ცირკულირებდა აზრი, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ მაშინ ჯერ კიდევ ფორმულირება არ იყო ამ სახელის, რომ ტექნოლოგიები ჩაანაცვლებდნენ რეალურად რადიოლოგებს. თქვენ დროს ეს საკითხი ალბათ არ იდგა, ხო? უფრო შორეული პერსპექტივა იყო. ექიმი, რომელიც გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს, ის უფრო პრივილეგირებული იქნება ვიდრე ექიმი, ვისაც არ აქვს ხელოვნური ინტელექტი. საბოლოო შედეგი კი რა თქმა უნდა არის ექიმზე, იმიტომ რომ ექიმი აკეთებს საბოლოო კლინიკურ დიაგნოზს და საბოლოოდ იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება ექიმს და არა ხელოვნურ ინტელექტს. მე როგორც ტექნიკოსი ექიმი და მე რაისთან უშუალოდ კონტაქტში მყოფი ადამიანი, ძალიან გაგვიმარტივა ხელოვნურმა ინტელექტმა გადაღების პროცესი. რაც გულისხმობს იმას, რომ ეხლა საზოგადოებისთვის ეს შეიძლება ცოტა რთულად გასაგები იყოს, მაგრამ ვცადოთ ავხსნათ. რაც გულისხმობს იმას, რომ პროცესი, რომელიც მოითხოვდა პროტოკოლის დაყენებას, ჩარჩოს გასწორებას, პაციენტზე მორგებას, ბევრად უფრო გაამარტივა ხელოვნურმა ინტელექტმა, ხო ცხადია. შესაბამისად, ანალოგიურად მგონია, რომ თქვენც ძალიან გაგიმარტივათ, ესე რომ ვთქვათ, საქმე ხელოვნურმა ინტელექტმა, მაგრამ საზოგადოებაში რა თქმა უნდა ცირკულირებს შიში ყველაფერ ახალთან და მათ შორის ამასთანაც დიდი კითხვის ნიშანი გვაქვს ჯერჯერობით. ვერ შევეგუეთ ესე რომ ვთქვათ, როგორც სიახლეს. ასევე ერთი მითი არსებობს, რომ როგორც ჩვენ მიმართ არის სიზუსტის მოთხოვნა, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვათ, საზოგადოება ფიქრობს, რომ AI არ უშვებს არანაირ შეცდომას. თქვენი გამოცდილებით AI-ს აქვს შეცდომის დაშვების შესაძლებლობა? რა თქმა უნდა. AI ნასწავლია, როგორც ასეთი ადამიანების მიერ შეყვანილ მონაცემებზე, სწავლობს ადამიანის მიერ შეყვანილ მონაცემებს. შესაბამისად, თუ ადამიანმა დაუშვა რაღაც შეცდომა, AI უშვებს შეცდომებს. AI ძალიან გვეხმარება რადიოლოგებს, თუმცა მას აქვს თავისი შეზღუდვები. AI არ ფლობს ინფორმაციას პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესახებ. არის ის კლინიკური კითხვა, რომლითაც პაციენტი არის გამოგზავნილი ექიმის მიერ. შესაბამისად, ამ კლინიკურ კონტექსტში ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ამაში გვეხმარება ზუსტად ექიმი რადიოლოგი და ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ AI-ის უკან დგას ექიმი რადიოლოგი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას საბოლოო დიაგნოზზე, რომელიც ასწორებს და აკონტროლებს AI-ის მიერ მოწოდებულ მონაცემებს და საბოლოოდ საუკეთესო შედეგი არის კომბინაციით AI-ის და ადამიანური რესურსის შეჯამებით და კოლაბორაციით. ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი აზრით, რაც აქვს ხელოვნურ ინტელექტს, არის რადიაციული დოზის შემცირება. წინა პოდკასტში ასევე ვისაუბრეთ რადიაციის ირგვლივ არსებულ შიშებზე, რომ საზოგადოება უკავშირებს რადიაციას ბირთვულ კატასტროფებს და გონიათ, რომ ეს მასთან არის ასოცირებული. როგორ შეგვიმცირა რეალურად რადიაციული დოზა AI-მ? საგრძნობლად შეგვიმცირა, ეს ძალიან კარგად აისახება სკრინინგულ პროგრამებში. ჩვენს კლინიკაში გვაქვს ეგრეთ წოდებული ფილტვის კიბო სკრინინგის პროგრამა, სადაც მინიმალური დასხივებით ვღებულობთ მაღალ ინფორმატიულ სურათს და შესაბამისად რადიაციული დოზა არის ძალიან დაბალი, ინფორმატიულობა საკმაოდ მაღალი. მეტად რომ ავუხსნათ საზოგადოებას ეს ხელოვნური ინტელექტი როგორ ერთვება ჩვენი დიაგნოსტიკური პროცესის განმავლობაში, მინდა მითხრა, AI მომავალია თუ უკვე რეალობა არის ჩვენს პრაქტიკაში?
ხელოვნური ინტელექტი არის აბსოლუტური რეალობა. ჩვენ ყოველდღე ვიყენებთ ხელოვნური ინტელექტს ჩვენს მუშაობაში. კონკრეტულად მოგიყვანთ მაგალითებს. გადაუდებელ პაციენტებში ხშირად მიგვანიშნებს სწრაფად მოტეხილობაზე, შეუძლია ადვილად ამოიცნოს პათოლოგიური პროცესი, შეაფასოს მისი ზომები, მისი მოცულობა, იშემიური ინსულტის შემთხვევაში დროზე გააკეთოს პერფუზიული და დიფუზიური რუქები. ეს ყველაფერი ძალიან ზოგავს რადიოლოგიის დროს, ძალიან გვეხმარება დროულ დიაგნოსტიკაში. ონკოლოგიაში შეუძლია ძალიან პატარა კვანძების აღმოჩენა, რომელიც აბსოლუტურად შეიძლება გაგეპაროს ადამიანს. დინამიკის პაციენტებში შეუძლია შეაფასოს მკურნალობის შემდგომი დინამიკა, რამდენად შემცირებულია პათოლოგიური პროცესი, რამდენად გაჩნდა ახალი კერა და ასე შემდეგ. ასე რომ სამუშაო პროცესის დახარისხებაში, პრიორიტეტების დაყენებაში, ასე რომ აბსოლუტური ყოველდღიური სამუშაო პროცესია ხელოვნური ინტელექტი დღეს რადიოლოგიაში. მე როგორც ვიცი, რადიოლოგიური დასკვნის წერის პროცესში ახლა ორი ადამიანი მონაწილეობს. ერთი შეფრადიოლოგი და ერთი დამხმარე, რომელიც ამ მოცემულობას, ესე ვთქვათ, საბოლოო ჩარჩოს სცენს. ესეც ასევე შესაძლოა შეითავსოს AI, როგორც ვიცი, ხო? რომ არსებობს რაღაც მიკროფონები, რომლის მიხედვითაც ხდება ჩაწერა, ექიმის მსვლელობის დროს შემდეგ ის კალკულაციას აკეთებს ამისას და ასწორებს, სწორი სასვენი ნიშნებით, სწორი წინადადებებით, გამართული ფორმებით. ამასთან დაკავშირებით რა შეგიძლია გითხრათ? რა თქმა უნდა, ჩვენ რადიოლოგებს გვაქვს დასკვნის შაბლონები, რომელიც გვეხმარება წერაში. ნებისმიერი კორექცია, სასვენ ნიშნების თუ გამართული დიაგნოზის, გრამატიკულად გამართული დიაგნოზის დაწერაში ყველაფერში გვეხმარება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ძალიან ზოგავს რადიოლოგის დროს, რომელიც ძალიან ძვირფასია. ნამდვილად, როგორც ზუსტი მეცნიერება, როგორც უწოდებენ რადიოლოგიას, ასევე ინტერპრეტაციაც ძალიან მნიშვნელოვანია დასკვნის წერის დროს, რომ ეს გახდეს გასაგები როგორც პაციენტისთვის, ასევე ექიმისთვის. ქალბატონო მაია, რა უნდა იცოდეს მომავალმა რადიოლოგმა AI-ის ეპოქაში? მომავალმა რადიოლოგმა უნდა იცოდეს არა მარტო რადიოლოგია, ანუ გამოსახულების ამოცნობა, არამედ უნდა ქონდეს მჭიდრო კავშირი ახალ ტექნოლოგიებთან. აუცილებლად უნდა გამოიყენოს ეს ახალი ტექნოლოგიები, რათა მისი სამუშაო იყოს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო სწრაფი და ყოველთვის ხელი უნდა ედოს პულსზე. ქალბატონო მაია, მე როგორც ვიცი, თქვენ როდესაც დაიწყეთ რადიოლოგიის შესწავლა, საკმაოდ რთული იყო ცოდნის მიღება. რასაც დღეს ვერ ვიტყოდი, ვინაიდან ჩვენს განყოფილებაში საკმაოდ ხელმისაწვდომია ცოდნის მიღება, იმ თვალსაზრისით, რომ თქვენ აბსოლუტურად სრული თავისუფლება გაქვთ რეზიდენტებისთვის მიცემული, რომ თავისი სიტყვა დააფიქსირონ, თავისი აზრი გამოხატონ. როგორ ცვლილებებს შეამჩნევდით ამ კუთხით? რა თქმა უნდა, რადიკალური განსხვავება ჩვენ დაწყებულ იმ წლებს შორის, როცა ჩვენ დავიწყეთ რადიოლოგია, იმიტომ რომ არ იყო წიგნები, საქართველოში გვიწევდა სახელმძღვანელოების შეძენა უცხოეთში, კონფერენციებზე, არ იყო ონლაინ სოციალური ქსელები, საიდან შესაძლებელი იყო ინფორმაციის მიღება. დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, არის ამერიკისა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციები, რომელთაც უდევთ ლექციები, ჩანაწერები, არსებობს ფელოუშიპები, რომელიც აბსოლუტურად ხელმისაწვდომია დღეს დღევანდელი ახალგაზრდა რადიოლოგებისათვის. მე ვურჩევ მათ, რომ გამოიყენონ ეს ყველანაირი პლატფორმა და მიიღონ შესაბამისი თეორიული განათლება, რაც შეეხება პრაქტიკულ გამოცდილებას. ჩვენ არავის არ დავზარდებით, მოვიდნენ ჩვენთან, ერთად ვიფიქროთ პათოლოგიურ პროცესზე, ერთად ჩაერთონ ყოველდღიურ ჩვენს რუტინაში. პირიქით ჩვენთვისაც სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდა რადიოლოგები, რეზიდენტები არიან ჩართულები, ახალი ინფორმაციის მოწოდება ხდება მათ მიერ, ჩვენს ვუზიარებთ და ესე იქმნება ცოცხალი მედიცინა. ქალბატონო მაია, ბოლო კითხვას დაგიშლამთ და დაგემშვიდობებით. თუ თვლით, რომ ესეთი ჯამრთელი პროცესი, როგორც ჩვენს განყოფილებაშია, თუნდაც ან რადიოლოგიაშია ზოგადად, ცოდნის გაზიარებასთან დაკავშირებით ჯანსაღი მიდგომები, იგივეა სხვა რეზიდენტურებშიც, სხვა სამედიცინო მიმართულებებშიც?
მე არა ვარ ინფორმირებული რა ხდება სხვა განყოფილებებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ ასე იყოს, იმიტომ რომ თქვენ ხართ ჩვენი მომავალი თაობა და ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ ისწავლით, სწორად ისწავლით თუ არა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელი საქმეა. ყოველდღიურ პრაქტიკაში უნდა იყოს ჩართული რეზიდენტი, მან უნდა მიიღოს როგორც თეორიული მომზადება, ასევე პრაქტიკული მომზადება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით რეზიდენტების აღზრდას. უდიდესი პატივი იყო თქვენი სტუმრობა ჩემთან. მადლობა რომ გვიყურეთ. მომავალ სესიებში ვეცდებით მაქსიმალურად საინტერესო თემები შემოგთავაზოთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი.